მოგესალმებით, დღის მნიშვნელოვანი მოვლენებით ეთერშია ახალი ამბები ანჟელა ქავთარაშვილთან ერთად. თელავში ვახვახიშვილების კოშკზე დამაგრებული საახალწლო განათებების ნაწილი მოიპარეს. ფაქტის შესახებ ტელეკომპანია თანამგზავრისთვის დღეს დილით გახდა ცნობილი. განათებები მოხსნილია იმ კოშკის მოაჯირებიდან, სადაც 29 დეკემბრიდან თოვლის პაპა პატარებთან გეგმავს შეხვედრას. ბოლო პერიოდში გახშირებული ვანდალიზმის ფაქტების შესახებ ერეკლე ცოცანიძე კი ამბობთ. თელავში ვანდალიზმის ფაქტებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საგრძნობლად იმატა. აღნიშნულზე გასულ დღეებში ჩვენს კამერასთან საუბრობდა თელავის მერიც, რომლის ინფორმაციითაც ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ დამონტაჟებული უახლესი სანათები დაუდგენელმა პირებმა პირველ ღამესვე დააზიანეს, რის შემდეგაც მერია მიიღო გადაწყვეტილება და ამ ადგილას სათვალთვალო კამერები დააყენა. ეს ორი კამერის მონტაჟი გახდა აუცილებლობა წელსვე დაყენების, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ აღვადგინეთ სანათები ერეკლე მეორის მიმდებარე ტერიტორიაზე და მეორე დღესვე ჩვენ დაგვხდა მექანიკურად დაზიანებული 10 სანათი, რაც ძალიან სამწუხაროა ჩემთვის. მოქალაქეებს ვანდალიზმისგან თავის შეკავებას თხოვდა 24 დეკემბერს ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტში თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი. ეს არის ჩვენი ქალაქი, საერთო სიხარული ახალი წლის შემობრძანება და მინდა ვთხოვო ჩვენს თანაქალაქელებს, რომ ნუ წაუკიდებენ ცეცხლს ამ მანათობელ ფიგურებს, ნუ დაგვიზიანებენ ამ გარე განათებას, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი ახირება, ეს არის გაკეთებული მათთვის, მათი სიამოვნებისათვის. თუმცა სავარაუდოდ იმ დროს, როცა სიუჟეტი ეთერში გადიოდა, ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი ვანდალური ფაქტი მოხდა. ვახოხიშვილების სასახლის იმ კოშკს, რომელშიც 29 დეკემბრიდან თოვლის პაპის საცხოვრებელ ადგილად უნდა იქცეს, ასევე დაუდგენელმა პირებმა საახალწლო განათების ნაწილი მოხსნეს, ნაწილი კი დააზიანეს. როგორც თელავის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ზაქრო რაზმაძე ჩვენთან საუბარში ყვება, მათ სანათები დაზიანებული და მოპარული დღეს დილით დახვდათ. მოხდა რამოდენიმე სანათის ჩამოხსნა წაღება და რამოდენიმე სანათის დაზიანება, ასე ვთქვათ. და მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, თხოვნით მივმართავ ყველას, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ამის დაზიანებისგან, რადგანაც ეს ყველაფერი კეთდება, იმიტომ რომ ქალაქში ახალი წლის განწყობა იყოს ძალიან კარგი. ზაქრო რაზმაძე იმოდევნებს, რომ ქალაქში დაწყებული სათვალთვალო კამერების დადგმის პროცესი აღნიშნულ ფაქტებს შეამცირებს და ფიქრობს, რომ კამერების მიერ აღმოჩენილი პირველივე დამრღვევი სამაგალითოდ დაისჯება. ვანდალების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს მოქალაქე არჩილ მჭედლიშვილიც. სასიხარო ასევე ის ფაქტიც, რომ დაიწყო თელავში გაკამერიანება და მე პირობას გაძლევთ ყველას, რომ ის ადამიანი, რომელიც დაფიქსირებული იქნება ამ ასე ვთქვათ საშუალებით, ვინც ამას ჩადის, ასე ვთქვათ, იქნება სამაგალითოდ დასჯილი. მე მოუწოდებ, რომ საპატრულო პოლიციას ცოტა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, იმიტომ რომ მინიმუმ ერთი ადამიანი მე ვფიქრობ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. არჩილ მჭედლიშვილის აზრით ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქალაქს არ უფრთხილდებიან, საზოგადოების განვითარებას აფერხებენ. ვანდალები არ ვიცი მე რა უწოდო ამ ასეთ ადამიანებს ძალიან ხელს გვიშლიან განვითარებაში და საზოგადოებრივი შეგნება შესაბამისად ძალიან დაბალია, ანუ აღქმა რომ ეს არის ჩემი, არის ძალიან ნაკლები და ეს ძალიან ცუდია. მარტო ჭიქით არ გამოიხატება ჩვენი ქალაქის მიმართ სადღეგრძელო ცოტა საქმეებიც უნდა ვაკეთოთ შესაბამისი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ თელავი იმ ადამიანების სიმცირეს არ უჩივის, რომლებიც საკუთარი ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ყველაფერს აკეთებენ. თუმცა ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე ჩადენილ არც ერთ ვანდალურ აქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ამ დროისთვის დასრულებული არაა. სიუჟეტში მოყვანილ ფაქტებზე კი სამართალდამცველებს ძიება არც კი დაუწყიათ.